მოგესალმებით. Ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო, მოკლედ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ეპიზოდი იქნება, რადგან ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი არის პირველ რიგში. ხო, მუსიკას და მუსიკოსობას და მაგ რეგალიებს რო თავი დავანებოთ, ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი არის ჩვენთან სტუმრად, ნინა სუბლატი. და პირდაპირ ეგრევე დავიწყებ, რომ აი თქვენ ორნი იყავით, ნუ მეც ჩართული ვიყავი რაღაც ნაწილში, მაგრამ ტექნიკურ ნაწილში, მაგრამ თქვენ ორი იყავი, აი აქ რო პოდკასტი ჯერ სიტყვა აი ესე იცოდნენ რა, დაახლოებით რო იცოდნენ, თქვენ ორი იყავით, რომელმაც დაიწყეთ პირველად მაშინ სტუმრად იყვნენ ნიკა კოჩაროვი და გიორგი ცაგარელი და პირველი ესეთი გაფართხალება, რომ აი ესეთი პლატფორმა ყოფილიყო, მაშინ მოხდა. კი, მე და ნინამ დავიწყეთ, სანამ ნინა დაიწყო. ესეთი ნოვატორები და და მე რეც რა მაშინ როგორ მოხდი აქ, ანუ ჩვენ დავიწყეთ. ხო, არა, მე როგორ შენ რატო ზიხარ ახლა მანდ, ჰა? მაინც ის ხეც ოჯახური კავშირი. ოჯახური იმით ჩამანაცვლეს. კი, მე ნეპოტიზმის ის ვარ, რა ქვია. ნეპო ბეიბი. იმიტომ რომ მე და ნინამ დავიწყეთ, მოკლედ ესე იყო ისტორია, რომ ჩვენ როგორც მუსიკოსებს და არტისტებს რაღაცა სულ იმის განცდა გქონდა, რომ საავტორო მუსიკას და მუსიკოსებს არ ექცევა სათანადო ყურადღება იმ ხრივ, რომ არ არსებობდა არანაირი პლატფორმა. ნუ თუ არ ჩავთვლით რაღაც კონკრეტულ თქვათ ესეთ უფრო ჟურნალისტიკის და ტელეგადაცემები ხო მეგონი ისიც ძალიან ისე რა მწირად ხო და მე და ნინა ვიყავით მეგობრობა მოკლედ ერთად ამ საქმიანობას საფუძველი ჩაუყარეთ მოკლედ გადავიღეთ საპილოტო ვერსია რომლის კადრებსაც ნახავთ ახლა თქვენ შემოანათა ვიღაცა. აი ძალიან ცუდ ხასიათზე. სულ ეხვეწებოდი მამაჩეს, მასწავლეთ ხო და არ მასწავლიდა. ხანდახან შეიძლება ვიფიქრო, აი რო არ ჩამოსულიყავი, შეიძლება რაღაც სხვანაირად ხო. და ამას ვთქვი, მე რა ეთქობა რაღაც მუსიკალური ენით, რომ გადმოვცე რაღაცნაირად. მე ისე შენ ვნახე სხვათა შორის და ძალიან ლამაზი იყო. კი, ნამდვილად. მაშინ ერთი პრობლემა იყო, რომ პოდკასტი რა არის ახლა რატო უნდა დავაფინანსო? ხო, მაშინ სიტყვა პოდკასტიც არის, რომ იმდენი პოდკასტია ახლა რომელი დავაფინანსო არ ვიცი. ნუ მოკლედ სუდა დავიჭერით მაშინაც და ახლაც, შენ დროსაც და ჩემ დროსაც. აუ არა, მე ძალიან მიხარია თქვენი ამბავი, ჯერ ერთი ძალიან უხდებით ერთმა. იცი რა მე აქაც არ ნაკლები სილამაზეა. უნდა გავაგრძელოთ რაღაც ეტაპის. მე ახლა იქიდან გამომდინარე რომ ისევ სტარტაპის რეჟიმში ვარ და ისევ იმ პრობლემასთან ვართ რომ რა თქმა უნდა დაფინანსების გარეშე და რაღაცა მუსიკოსი იცი რა ჩაგეჭერი, მაგრამ სულ ფინანსდება ხოლმე რა ასე თუ ისე ეს პოდკასტები, ოღონდ ზოგი იმდენად უაზრო არის. არ ვიცი რა, ალბათ გამართლებაზეა ეგეც, მაგრამ მუსიკოსები მგონია რომ მაგ ხრივ რაღაცნაირად ვიჩაგრებით, რომ აი თითქოს სპონსორს არ აინტერესებს შენი შემოქმედება, იმიტომ რომ აი რაში აინტერესებს და ძალიან ზოგადად სამწუხარო არის რომ განვითარებული ბიზნესები და იდეაში განვითარებულ ბიზნესთან მიდიხარ ხო რაღაც ხარდაჭერისთვის არსებენ პატივს ესე იგი კულტურას ასე გამონდის. ანუ კულტურაა ის ყველა ვინც არ გასპონსორებთ და ძალიან სამწუხაროა. პირველი არის ის ხოლმე, რასაც კითხულობენ ალბათ და ესე პირდაპირ არ უკითხავთ, მაგრამ რაღაცა ნახვებს და რა თქმა უნდა ფოლოვერებს და იმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ თუ არ დავიწყე და თუ არ მივყევი რაღაც ხაზს და ის მინიმუმ ალგორითმი თუ არ ჩაირთო და ამუშავდა, ესე პირდაპირ რავი არ მგონია რომ რაღაც კი, ანუ ხო, მაგას რა თქმა უნდა ხა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ როცა ხედავ რომ რაღაც წვლილი შეგიძლია რომ კულტურაში შეიტანო, ეს ხო რაღაც ის არ არის, რაღაც თოქი, რომელიც მართლა მილიარდი არის და კარგია რომ არის ხა რა სისულელია, მაგრამ ნუ ძალიან რა ვიცი, მე მწყინს მაგალითად რომ ნახვას ითვლი და არა იმას რომ შეიძლება დღეს არა აქ ის ნახვა. კი ბატონო, მაგრამ როგორც კი რაღაცა გზაზე დადგება ესეთი ამბები, მე მგონია რომ ის ნახვაც აღარ იქნება რა პრობლემა. ეს ყველაფერი ხო მიჩვევაზეც არის რა, რომ ადამიანი მიეჩვიოს, რომ აი სოფო, ნიკა და ვიღაც სტუმარი, ანუ აი ამ ინტერაქციას უნდა მიეჩვიოს, რომ რა ფორმატია, როგორი ფორმატია, იქ ვინ იმღერებს, არ იმღერებს, ვინ არის იმ ეპიზოდების ნაწილი, რომელიც რომ არა, რაც საწყია, რომ ვინ არის კაც მიღმა, ეხლა თქვენ, შენ ვიცი რა ცნობადობაზე საერთოდ არ არის, იმიტომ რომ ახლა ეპიზოდი რაც ადამიანის ცნობადობაზე არ ვიცი, მე ვზახე რომ გაეცნო სიტუაციას, რა ხდება. კი, სიტუაციას გაეცნო, არა რას ვამბობ, ვიცი რომ ანუ მაინდა-მაინც იმაზეც არ არის ვის მოიყვან, თქვათ, იმიტომ რომ საერთოდ არ იყო, თქვათ, ისეთი ძალიან ცნობილი სიტყვაზე ლევან ჯიბულაძე, ლეო ჯიბულაძე, რომელმაც აი ისეთი გამოხმაურება, იმიტომ რომ აქ ხომ ჩვენ პერსონაზე და
ადამიანზე რა ვარ თქმა უნდა, ორიენტირებულები და ამ საუბარი ან შემთხვევაში არის საინტერესო, ან არ არის. კი, და ამ შემთხვევაში ხა გადავერთოთ ნინაზე, რომელიც ყოველთვის საინტერესოა და ყოველთვის აიკონია და ყოველთვის უჭირავს თამასა თავის. აკიდა ნინა სუბლატი რომ გაიარო და გაიკითხო, ეგ შეიძლება შენთვის უხერხული მოსასმენი იყოს, მაგრამ ეგრე აი ეს. არა მგონი. მანიცის თავის. ეგრეა, აიკონიკ არის ყოველთვის და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ აქ ხარ მოკლედ ჩვენთან ერთად. ზოგადად დავიწყოთ რა ხდება შენ ცხოვრებაში. პირველი რაც არის, რადიკალურად ჩემთვის ახლა სიახლე არ იყო, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ზუსტად ვიცი შენი სპირიტუალური მხარე და აი ეს ნინა, რომელიც სულ ცხოვრობდა შენში და ეს არ არის სიახლე, მე მგონი იმ ადამიანებისთვის არის უფრო სიახლე, ვინც თქვა მარტო მუსიკით გიცნობდნენ. როგორ გადახვედი, თქვა ამ საქმიანობაში უფრო ესე ღრმად და რა ხდება ზოგადად ახლა მაგ ნაწილშიც მგონია რომ ძალიან წარმატებულად მიდიხარ და ბევრი ადამიანი ერთვება შენს სესიებში. უკეთესიც შეიძლება. აუ როგორ მივედი, არ ვიცი, სულ მანდ ვიყავი რაღაც მხრივ. როგორ მივედი, ალბათ რომ გამოვჩენილიყავი მაგ რა პროფესია, არ ვიცი. ხო, ანუ როგორც პროფესია გექცია ეს დამატებით რა, თქვა. იცი რა არის, რა იმედენად შეპყრობილი ვიყავი მაგით. რომ რაღაც მომენტში რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ მეთქი ეს ამდენი ინფორმაცია აშკარად ტყუილად, ანუ რაღაცა ბევრი ინფორმაციას რო იღებ ალბათ ნებისმიერ საკითხზე, მოდის დრო რომ აი ეგოისტად იქცევი რა, მარტო შენ იცი და შენთვის გაქვს და მივხვდი რომ ეგ დრო იყო რომ რაც ვიცოდი შემეძლო უკვე რომ გამეზიარებინა. რაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ შეიძლება ვიღაცისთვისაც სასარგებლო იყოს, საინტერესო იყოს და ალბათ მაგან მიბიძგა რა, ну ცადე ყოველ შემთხვევაში და რადგან გამოვიდა და ძალიან უცებ გამოვიდა თან, ან მე თვითონ არ ველოდებოდი სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ ხო, არა მე შევყევი და ეხლა ვარ იმ პროცესში, რომ თავიდან დავიწყე ოშოს მედიტაციებით, იმიტომ რომ ძალიან ტოპ მედიტაციებია ჩემთვის და მგონია რომ ყველას სჭირდება, მით უმეტესად გიჯობა ქვეყანაში რომ ცხოვრობ. და სადღაც შუაში მივხვდი, რომ ეს არის ოშოს მედიტაციები, ეს არ არის ჩემი მედიტაცია და ცოტა მოსაბეზრებელიც გახდა მაგ მხრივ, რომ ერთი სხვადასხვა ადამიანებთან, მაგრამ მაინც ერთ და იგივე საკეთებ და მაგ დროს შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში რეგრესული ჰიპნოზი, რომელიც ესე სულ მაინტერესებდა. გაგვიმარტე რა გთხოვ, კარგად. რეგრესული ჰიპნოზი არის, ჰიპნოზის მიმდინარეობა, ოღონდ ამ შემთხვევაში მოგზაურობ წინა განსხეულებებში, ანუ რეინკარნაციას რასაც ვეძახით. ნუ ეს ხან მართალი არ არის მართალი, ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე უფრო ამას ვხედავ როგორც შენ ქვეცნობიერში მოგზაურობას რა. რაც რა თქმა უნდა ყოველთვის საინტერესოა და ძალიან კარგი ინფორმაციის გამოტანა შეგიძლია, ძალიან გაახლოებს საკუთარ თავთან, შენ მიზნებთან. ნუ რაღაცა მისიები თუ გაქვს, თუ გინდა რომ გქონდეს ამასაც გაძლევს საშუალებას რომ გაიგო. და ეხლა უფრო მანდვარ რა, რომ მე თვითონ მაქვს, ანუ მთელი ჩემი საქმიანობა, ნებისმიერი, რა მუსიკა იქნება, ჰიპნოზი იქნება, მედიტაცია არ აქვს მნიშვნელობა. სულ როგორ თქვა, იმსახურება ხოლმე რაღაცების გაგებას რა, ანუ ისეთი ინფორმაცია, რაც მგონია, აი რაღაცა რო გონია, რომ სამყაროში ეგრეა, მაგრამ არ გაქვს რაღაცა ის რა ქვია, გამოცდილება შენ თვითონ რა, არ გინახავს შენი თვალით. სულ მინდა ხოლმე რომ ეგ გამოცდილებები მივიღო პრაქტიკულად და ეს ძალიან მნიშვნელოვან საშუალებას, კიდე შესაძლებლობას მაძლევს, რომ ეგეთი რაღაცები ვნახო და სხვასაც ვანახო და პრინციპში დიდად ჩემი გადმოსახედი და დიდად არ არის შემოქმედი ადამიანისთვის ანუ თქვა არ რაღაცნაირად იკვეთება რა ეს მუსიკას და შემოქმედებას შენ სული განსაკუთრებით როცა იმ სტილში ხარ და იმ მიმართულებით კი აი ხა ბოლო ივენთი მქონდა ეგეთი რომ მით დავიწყე ბოულებით დავიწყეთ მე მანტრავი მღერე და ეგ უკვე ისეთ ვიბრაციაში გაგდებს რა ისეთ ვიბრაციას ისეთი ვიბრაცია შემოაქვს მოკლედ ოთახშიც და ხალხშიც რომ მივხვდი რომ ძალიან გავს ჩემს მუსიკას რა ანუ იგივე საკეთებ აბსოლუტურად რაღაცა შენი ეს ვაიბი გადმოგაქვს სცენაზე და მე ხალხთან და
აბსოლუტურად იგივე იყო იქ, ოღონდ ოდნავ განსხვავებული რა, და ძალიან მომეწონა ეგ. ძალიან ვისიამოვნე და ალბათ არ ვიცი ეს რა მოხდება, ალბათ 5 წლის წინ რო გეკითხა, ამასაც არ ვაპირებდი, მაგრამ მგონია რომ ცოტა ხანი კიდე გავაგრძელებ რა, მუსიკასთან ერთად. ხო, იცი რა არის, ხა 5 წლის წინაც შეიძლება ისე არ აპირებდი, მაგრამ მოკლედ ყოველთვის იყო შენში ეს და პარალელურად არა, ხო, მართლა შეპყრობილი ვიყავი. ხო, ანუ შეპყრობილზეც არის შენი ნაწილია რა, ხა ჩემთვის ყოველთვის ნინას სპირიტუალური მხარე ყოველთვის მუსიკაში, ურთიერთობაში და იმაშიც ყოველთვის იკვეთებოდა, ამიტომ რომ გააკეთე შინაგანად და ძალიან მიხარია რომ შენთვისაც თუ საინტერესოა ეს რომ გასცემ ენერგიას ერთია და შენ რას იღებ? აი ჰიპნოზიდან, რატომაც მაინტერესებს, რომ სხვებს ჩაუტარო რეგრესული არის ხოლმე, ეს რაღაცა ეზოთერული ინფორმაცია ძირითადად. თვითონ მაინც და მაინც ეს მიმდინარეობა მაგიტო ავირჩიე, რომ იქ ბევრი რაღაცის ნახვა შეგიძლია და ბევრი რაღაც რაც წაკითხული გაქვს მანამდე აღმოჩნდება, რომ უps, შენ თვითონ ხარ მაგის მხილველი რა. საერთოდ ძალიან მაინტერესებს აი ამის მიღმა რა ხდება და ეგ არის ესე ვთქვათ ნომერ პირველი, რასაც ვიღებ ინფორმაცია. და შემდეგ უკვე ხდები ხოლმე გამტარი ძალიან დიდი ენერგიების. Ну, ისაც ადამიანი ათავისუფლებს თავის ხელს და გონებას ნაგვისგან რა, პირდაპირ ეს რო დავარქვათ. იქ ისედაც ისეთი წმინდა ენერგიები შემოდის, რომ უბრალოდ სასიხარულო არის და შენ რო ხარ ამის მომსწრე და შენ რო ხარ ჯგუფთან ერთად ამის მომსწრე და ამის გამტარი. ეგ კიდე რაღაცა ის არის, ძალიან დიდი კონცერტი რო ჩაატარო, რაღაცა მსგავსი ალბათ რა. ხო და ენერგიასაც ვიღებ. შეგიძლია რომ ზეგავლენაც მოახდინო ენერგეტიკული შენ ანუ აი ისეთი მიმართულებით წახვიდა კი არა, რო დაგჭირდეს, ანუ ზეგავლენა ჩვენი გამოცდილებით ხო ვიცით შენი ენერგია ვაიმე შენი მოკალე? არა მგონი. ამაჯდა 20 ჯერ. რას ვამბობ? ხო ჩვენი გამოცდილებით ხო ხა ისედაც ენერგეტიკულად შენ იმხელა ბიოველი, ანუ რაღაცა გაქვს, რომლითაც ანუ ნუსხავთ რაღაცას უშვები რა ადამიანებს რა, არა მარტო თქვა შენი ენერგეტიკით, ვიზუალით, ყველაფრით, ანუ რაღაც და აი მაინტერესებს ეს, რომ აი თქვა მუსიკით ხო ახდენ ადამიანზე ზეგავლენას და აი მაგ მიმართულებით თქვა რამდენად არის ხოლმე, რომ თქვა რაღაცა ფსიქოლოგიურ ზეგავლენასაც ახდენ თქვა. აი რავი პოზიტიურ ზეგავლენას ვახდენ უფრო. ანუ ზოგადად არ მიყვარს არა, მიყვარს ხოლმე რა ეს რო ჩაირევი და რაღაცა შენი რო შეგაქ, მაგრამ იმდენად ინდივიდუალური პროცესი არის ყველა ადამიანისთვის, რომ ვიცი რომ მე რაღაც მომენტში უკან უნდა დავიხიო, მაგრამ აი როცა ვთქვათ დიდი ჯგუფი არის უკვე 10 ადამიანი, უკვე დიდი ჯგუფად ითვლება, იმიტომ რომ იქ ყველას რაღაცა თავისი მოაქვს რა ოთახში და აი ამ დროს ერთადერთი ჩემი ზემოქმედება არის ხოლმე რომ გავანეიტრალო უბრალოდ ეს ყველაფერი. ზოგადად ჰიპნოზზე არა, უფრო მედიტაციის შემთხვევაში იმდენი ნეგატივი გადმოდის და ეს არასდროს არ უნდა, აი რო არის ხოლმე, რომ აი ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ რავის ხელში რა ნეგატივიც. აი სად მედის ის ნეგატივი ხო და ფიქრდე ხო არსად? სადღაც გამოდის ხო და აი ჩემი როგორც ფასილიტატორის ვალია რომ ის რო გამოვა, მოუხვეტო და სადღაც გავუშვაც არა. ტრანსმუტირება გააკეთო და ისევ იმ ადამიანს დაუბრუნო რა. აი ერთადერთი ზემოქმედება ეგ არის, რასაც ვაკეთებ. დანარჩენი პრინციპში არაფერი. ახ თუ მთხოვ რომ რაღაცა გაგიკეთო, ოკ, მაგრამ ჩემი ნებით არა. მე განსაკუთრებული ის თუ გაქვს შემოთავაზებები. მე? ხო. არა, მე ხა მუსიკაზე მინდა რომ გადავიდეთ და ცოტა ხნის წინ შენ გამოუშვი 2 სინგლი. და ზოგადად ახლა მუსიკის ნაწილ თემაზე რო გადავიდეთ, რა ხდება, რა ეტაპზე ხარ, რა არის გეგმა და თქვათ რა პროცესში ხარ, იმიტომ რომ აი ეს ალბომის შეკურა ხოლმე როგორც წესი თან ჩვენს რეალობაში, იმ ყოფაში რაშიც ვართ, რომ იქ აბა დედა ფაფა ხომ არ გინდა და თან რომ ისიც უნდა გააკეთო, თან რაღაცა გადარჩე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისედაც ისეთი პროცესია რა, ანუ რაღაც ატომური რეაქტორებით, ანუ მე ფეთქდება ეს ყველაფერი, მე იცლები, მთელი პროცესებია მოკლედ და როგორ ხარ რა ეტაპია ახლა შენ ცხოვრებაში მუსიკის ნაწილში?
ეს ალბომი ძალიან დიდი ხანია დამთავრებული, მაგრამ რეალურად ნუ მინიმუმ 2 წელი და ალბათ მანამდეც დამთავრებული მქონდა, მაგრამ აუ არ მინდოდა დადება, ვიცი, სულ მე რომ ეძიებიან ხოლმე, მინდა რომ რაღაცა ისეთი პასუხი გავუცე, რომ დაკმაყოფილდეს ყველა, მაგრამ არ მინდოდა რა გავაკეთო, აი მე მესმის, იმიტომ რომ იმ წუთას ხო, ვიცი რომ შენ გესმის, ხო. მესმის ძალიან, აი არ არის ეს. სპენელს არის, აი თუ გაგზა დადე რა, რა უნდა დააჭირე ის თითი და ხო, მართლა თითის დაჭერა უნდა, იმიტომ რომ გადაღებულიც არის ხავე, ანუ ყველაფერი მაქვს იდეაში, თავის ვიდეოებიან, იმიან, ამიანთ, მაგრამ ნუ არ ვიცი, არ მინდოდა რა, ეგ ალბათ კი არა და პირველ რიგში შენ უნდა გქონდეს შინაგანად ეგ მზაობა, რომ რაღაცა გაუშვა, იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც შექმენი, გინდა ალბომი იყოს და გინდა სინგლი არ აქვს მნიშვნელობა. ხო რაღაც შენი ნაწილი არის რა, ანუ შენი გამოცდილებების და შენი თავის და მაგის გასაშვებათაც მგონია რომ უნდა იყო მზად. იმიტომ რომ ძალიან ის შემოაქრავი, სიცარიელე რაღაცნაირი რა, შენი ნაწილი გაგზავნე. თან ერთთან კი არ გაგზავნე, საერთოდ არ იცი ვისთან მივა რა. ხო და რაღაცნაირად არ მქონდა სურვილი, აი ბუნებრივად არ მქონდა სურვილი, რომ ეს გამიკეთებინა და ამიტომ აი ორი რაც მომწონდა, ისინი დავდე და ეხლა უკვე მივხვდი რაღაცნაირად, რომ დრო არის, რომ გაუშვა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ალბომი არის თვითონ. ძალიან ბევრი წელი ვაკეთებდი ალბათ, რავი, აი დღეს ვფიქრობდი, ერთი სიმღერა დავიწყე მაგალითად 2014 წელს. დავამთავრე 23-ში. აი რა 10 წელია თუ რაღაცა ვაკეთებ მოკლედ. ოღონდ ეგ ის არ მქონდა რომ ხა ალბომს ვაკეთებ. რაღაცებს უბრალოდ ვაკეთებდი და 2 წლის წინ დავიწყე ფიქრი რომ მეთქი დრო არის რომ ალბომი გამოუშვა და სიმღერები არ მაქვს თქო რა. ერთი ორი თვე მეგონა რომ სიმღერები არ მქონდა და მე მივხვდი რომ ძალიან ბევრი მაქვს უნდა ავარჩიო უბრალოდ და რაღაცნაირად ავარჩიე, დავასრულე, გადავიღეთ და აი მართლა მზად ვიყავი. აუ რომელი წელი იყო არ მახსოვს, აი რაღაც საშინელებები რო დაიწყო ქვეყანაში. რომელი წელი აღარ არის? აი ძალიან რო და ტოპ საშინელებები რო და აქციები და რაღაცები რო დაიწყო 1 წლის წინ ხო. 1-ც არა მეტი რა. უკრაინის ომის პარალელურად მე მგონი წავიდა. ხო, მაგრამ ნუ განსაკუთრებით. ხო, რა ნუ 1 წლის წინ იყო, ნოემბერში ვაპირებდი და უკვე კაი დროს. უნდა დამეჭირა ეს თითი და ზუსტად აი რაღაცა 2 დღით ადრე დაიწყო ეს აქციები და რაღაცეები და ანუ მე თვითონ დამავიწყე ეს ალბომი საერთოდ და მე ვითმინე რომ მეთქი ალბათ ჩაივლის ეს ყველაფერი, მე მივხედავ. ხო და ნუ არ დასრულდა არასდროს რა. ხო, არასდროს ეს პროცესი არ მაგრამ ნუ მაგას აღარ ველოდები, იმიტომ რომ ხო, ეგ უნდა მეთქვა რომ რავი, ზუსტად ანალოგიური პრობლემა მესმის სხვა მუსიკოსებისგანაც, არტისტებისგანაც, რომ იმდენად ქვეყანაში სულ არის არასტაბილური სიტუაცია და სხადმცალია რა მუსიკა. ყველას ეგ პრობლემა ექნება, მაგრამ მე რო ვფიქრობ, ანუ ეს პროცესი იმდენად რთული და მძიმე თემაა, რომ ეს დაალაგებადი არ არის ესე მარტივად. ხო, რაღაცა ორგანული გახდა თან. ხო და მაშინ საერთოდ არ უნდა გამოდის, რომ არასდროს არ უნდა დადო. ხო, არც არის თან ახლა ეგეთი ალბომი, რომ აი რა კაია ცხოვრება და აი მაგაზე იფიქრე. შეიძლება უფრო მოიწყინა. გახვიდე რაღაცა გააპროტესტო, არ ვიცი. ხო და არ ვიცი, ესე ვფიქრობ, მაგრამ აი ამ ჩემ თქმებსაც აზრი აღარ აქვს, იმიტომ რომ 10 წელია ესე ვიძახი რაღაცებს და სულ მე გამოდის რომ ვიტყუები. მაგრამ ნუ მგონია რომ ალბათ დეკემბერში ვიზავ ამ ამბავს რა. თან იცი რა არის შენ ნინა არ არის ის არტისტი, რომელიც თავის ემოციური ინტელექტს თუ რაც ქვია, თავის შემოქმედებას ესე გაყიდის. ანუ მე ხო იწყება ის პროცესი, რომ გამოუშვი ეს ალბომი, თქვათ გავაკეთე რაღაცა საპრეზენტაციო ლაივი, რაღაცა და მე მივდივართ უკვე იმ პრობლემასთან ყოველთვის, რომ venue ტექნიკური უზრუნველყოფა, რა ვიცი, რამდენი იდეა გაქვს ხო, მით უმეტეს შენაირ ტიპს, რომელსაც თქვათ, ეხა ესე ჩვეულებრივი ლაივი დავდექი და ანუ არ გამოდის რა, კონცეფციურად თუ არ შეიკრა და მად მივდივართ მე მაგ პრობლემაზე, რომ ეგეც არის, რომ ძალიან ხშირად არის, რომ აი ეს ენთუზიაზმი მე რაღაცნაირად აი
ეგ პრობლემები რომ მოყვება მაგ ყველაფერს ძალიან ხშირად მოქმედებს რა, რომ ძალიან ისთვის მოქმედებს, გავაკეთო, რომ კი, წლები რა, მე მივხვდი საერთოდ, ნუ ბევრი პროცესი ხდებოდა ახლა ჩემ ცხოვრებაში, რამაც გამოიწვია ის, რომ ცოტა ხანი მეთქი რა მკიდია რა, ეს რომ გამოვიდე და სადღაც ვიმღერო, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ აი რეალურად ყველაზე ისეთი დამამძიმებელი მიზეზი იყო ის, რომ სულ ყველაფერს ყოველთვის ვაკეთებდი მარტო. ანუ აი მუსიკის შექმნიან, პროდიუსინგიან, კოსტუმიან, იმიან, ამიანად, სულ აი რაღაცა ჩემზე გადიოდა და რაღაცა პერიოდი გააქეხა მაგის ენთუზიაზმი, კი ბატონო. მაგრამ მე მოდის დრო, რომ ანუ რა ცხოვრება მიდის და რაღაცები ხდება და იღლები რა. და სამწუხაროდ, რა ვიცი, ჩემ ცხოვრებაში ისე არ მოხდა, რომ ვიღაცა აი ჩამწილებოდა, თუ არ ვიცი როგორ თქვა, ეგეთ რაღაცებში მაგალითად ხო, რომ მე არ ვიფიქრო, ეხა ვენიუზე მაგალითად. ანუ რაღაცები არის, რაზე ფიქრიც არ მინდა რა არ შემიძლია, ანუ არც უნდა გიწევდეს. და არც უნდა მიწევდეს, ხო, ყველა ფროლოგი ხო არ იქნები მართლა და თან ყველაფერს ხარისხიანად ესა ვერ გააკეთებ და მაგაზე რაღაცა ნერვები არ მეყო მოკლედ რა. სწორია. და თან ეხლა კიდე შეიცვალა რაღაცები, მაგრამ აი რაც მახსოვს ესე რომ მუსიკაში ვარ, ძალიან იშვიათად რომ ისეთი რაღაც კეთდებოდეს, აი live school-ის მოფრო, შენ თვითონ რომ ძალიან მოგწონს. მარტო ის კი რომ გამოეტყებე და იმღერე და წავედით სახში და კარგად იმღერა და გაიღო. არა, რა, აი ვიზუალურადაც მოგწონს, გახმოვანებაც მოგწონს, ვინც მოდის ისიც მოგწონს და აი მართლა სავსერო ხარ რა და მივხვდი რომ იმდენად გამაღიზიანა მაგან რომ მე რაც წარმომიდგენია რთულია რომ გადმოვიტანო ამ რეალობაში. შეუძლებელი კი არის, ამ რეალობაში არის რთული უბრალოდ და არც გამოვრიცხავ იმას, რომ რაღაცა ვიღაცაზე არ გადამაქეხა, რომ მის ქვეყნის ბრალია თუ რაღაც. ჩემი ბრალიც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რა არის რაღაცები, რის რესურსიც არ მაქვს. აი მაგალითად დეტალური სამუშაოების ან რაღაცა მსგავსის რა და რამდენჯერაც დავიძალე, მაინც ის შედეგი ვერ მივიღე, რა შედეგიც მინდოდა რომ მიმეყო და მე ავდექი და დავისვენე ცოტა ხანი მუსიკას ვაკეთებდი ესე სულ, მაგრამ ნუ აი რაღაცა სურვილი არ მაქვს ზოგადად, აი ეხლაც დღეს ამ ალბომითაც რომ ოღონდ ვიმღერო და ოღონდ გამოჩდეს და გაისმეს სადღაც და გავაკეთო ნებისმიერი რაღაცა რა. იმიტომ რომ შენთვის ეგ ძვირ, ანუ იმდენად ემოციური, იმდენად ინტიმური ნაწილი არის შენი, რომელიც ესე რომ აი უბრალოდ იმიტომ რომ რაღაცა დავალება შევასრულო, რომ მე ეს გავაკეთე და შევძელი, ანუ ჯერ ესეთი ეგ მომენტი ალბათ ძალიან დიდი ხანია გაველილი გაქვს, რომ რაღაცა თვით დამკვიდრების რომ მე შემიძლია, ეგენი ანუ გავიგეთ ამთავრად, გავიარეთ ეგ ეტაპი და ანუ ძალიან დიდი ხანი გავიდა იმას მერე, რაც ნინამ თქვა თავის თავში დაამტკიცა, რომ ეხლა მე შემიძლია. ეს გავლილი გაქდა, ესეც მოქმედებს ალბათ რა. ხო, რაღაც უკეთესი გინდა რა. ხო, მეტი გინდა ყოველთვის და არ გინდა რომ აი მოვედი. ხო, აი როგორ შეიძლება რომ 10 წლის წინ რა რაღაცა რომ ჩაწერო 10 წლის წინაც იგივენაირი ლაივი გქონდეს და დღესაც ანუ რა ხდება შენ ცხოვრებაში ეგეთი პრობლემური რა. ხდება ფაქტია. მივდივართ იმაზე რომ ნუ აი სტანდარტული ჩვენი საწუწუნო თემები რა. კი, მაგიტომაც ხედავ და მაგიტომ საუბრობ. იდეა ზუსტად ეს არის თორე. ნინამ და სოფომ და ნიკამ ჯიბიდან 10,000 ლარი კი არ უნდა ამოიღოს, რომ ეგება და ვინმე და ის 10,000-ით საიდან მოგაქვს, ესე იგი სხვაგან მუშაობ. რა თქმა უნდა, რა. ნერვი აღარ გაქვს რა კონცერტი. საკუთარ თავს აი ესე თუ არ მიხედო რა ეხლა ესეც ეხლა ეს ყველაფერი. ნუ აი ბოლომდე რაც შეგვიძლია, კაი, ნუ ჯიბიდან, აგენ ოზი გვეხმარება, სერგო ტიტანის გვეხმარ, ნუ ბაზრა, ნუ ძალიან ბევრი ხალხი გვეხმარებიან რა. მაგრამ ნუ ახლა როდემდე ვიღაცა სხვა მოვუყავ. ანუ ზოგადად სულ ეგრე არ ვართ თან, რა მარტო თქვენ კი არა. მე მგონი გლობალურად ამ ქვეყანაში ყველა ეგრეა, რომ აი ერთმანეთის დახმარებით, ერთმანეთის გატანით და რაღაც პერიოდამდე გამოდის ეს პროდუქტი კი, მაგრამ ნუ გჭირდება რა განვითარება რა. ხო, რა თქმა უნდა. ძალიან უხერხულია, რომ აი თან რო გიყვარს ახლა მესმის რომ ჰობი იყოს და გეკიდოს, მაგრამ ძალიან რო გიყვარს და რო ხედავ შენ თავს მაგაში ჩვეულებრივი ამბავია, რომ გინდოდეს განვითარდე და გუშინდელზე უკეთესი იყოს დღევანდელი დღე და იმდანად შეიძლება მე მაგ გაჭედილი, მაგრამ ნუ რა ვიცი, ჩემი რეალობიდან გამომდინარე ვსაუბრობ რა ახლა მაგალითად სხვაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. სამივე ძალიან კარგად ვართ ჩახედული სატელევიზიო სივრცეში, ხო? რომელმაც კიდე რომელიც მე რომ შარშან
მაგ ცოდვა მადევს მე ვერ ამოვა მაგ ცოდვებიდან. როგორ არის იცი რაღაც პერიოდი იყო თქვა აღმასვლა როცა სოფო და ნინა იყვნენ და მე რო ჩამოვიდა და წამოვიდა და მე რო სანამ წამოვიდოდი და გამოვიქცეოდი ყოველ კვირას მქონდა ის გზნობა რომ ნუ აი ახლა ამაზე ფსკერი რაღაცა უნდა იყოს და ამაზე ფსკერი ყოველ ჯერზე კვირაზე იმაზე ფსკერი იყო და აი მიდიოდა 9 ფსკერის რა რომ არ თავდება თურმე ის და რაღაცნაირად ეგეც აფუჭებს ყველაფერს რა იმიტომ რომ შენ როცა რაღაცა ვიცი ხელოვნურად დეგრადირებას ეწევი ხალხის გემოვნებისას. სწორი შეფასება, კი, ხელოვნური დეგრადაცია. ხო. იმიტომ რომ ეხა ეგ წერს რეიტინგს და. ხო და ნინას აუ არა და სინამდვილე ის არის, სხვა რაღაცაც წერს ამ რეიტინგს რა, ანუ რავი, ტელევიზიაში იმდენი ხანი არ ყოფილვარ და ისეთი ბედნიერი ვარ მაგით, რომ თავიდან მე მოვტყდი რა, ესე გამოვიდა რა, ანუ ვიყავი და მე გავუქრი, იმიტომ რომ ანუ მართლა აღარ ნერვოზი მემართებოდა და რა შვები ხა შენ აღარ გეპატიჟებიან თუ ანუ აღარ მეპა ანუ არ დამირეკოს ხარ შენ ჯერ ეგრეს აღარ ჩან. აი ეგ რა ის კომენტარი აღარ ჩან. ანუ როგორ წარმოგიდგენია ეხლა რომ მანდ ჩანდეს აი რატომ აყენებ შეურაცხყოფას პირველ რიგში. რატო დაიკარგე ნინა რა. საშინელებაა რა. არა ეს არის ხომ რა რატო ჩაიკარგეთ? კი არა რატო აღარ ჩანხარ და ეს გონია რომ კარგს გეუბნება რომ აი გულშემატკივრობს. ალბათ ეგრეც არის ხო, მაგრამ ნუ რთულია ეხა აუხსნა ადამიანს რა ვიცი. რომ მეკითხებიან მგრძნობ რომ გულით ნუ ყველა არა მაგრამ გულით გეკითხებიან მაგრამ ხო რა ეგ ცალკე სამწუხარო ამბავია თუმცა არ ვიცი ვინმე უყურებს ახლა ტელევიზიას კი ტელევიზიას მართლა უყურებენ ხო ნუ ასაკი და დემოგრაფია კი ბატონო ჩვენი ასაკი არ უყურებს სიტყვაზე რა და ჩვენი დემოგრაფია და აი ჯენზი და ისინი ალო ტელევიზია არც იციან ხო მეც ვთქვია რომ ხო მაგრამ ის რადგან ეგრე იზომება ქვეყანაში რომ რა არის გაყიდვადი იზომება ტელევიზიიდან რომელიც ტელევიზორს ამით ზის ძირითადი მასა ჩემი აზრით არ არის აი კარგად გადამხდელუნარიანი თუ შემწყიდველუნარიანი იმისი რასაც იქ აჩვენებ რა ეხლა 3500 ლარიანი და 5000 ლარიანი ტელევიზორის რეკლამა რო გადის ტელევიზორში მაინც რა კაია მოდი ამას ვიყიდი ძალიან ცოტა მგონია რა იყოს ეგეთი კატეგორია რომელიც ტელევიზორს უყურებს რა და შესაბამისად მიდიხარ ისევ მიწოდება და მოთხოვნაზე რა მე თუ ხალხს მივაწოდე ნინა და სოფო რაღაც პერიოდის მერე მოუნდებათ ისევ ნინა და სოფო მე თუ ხალხს მივაწოდე ჩემი ნამღერი მაგალითად მე როგორც მღერი რაც არ არის კაი შენი უფრო გავარდება მინაკით გავარდება ერთია მაგრამ ეს მომენტალურად ხო ცოტა ხო და ის რა ქვია მე თუ ყოველდღიურად აი ეს ჩემი დებილური და ცუდი ნამღერი ვასმენინე ბოლოს მოეწონება იცი არის უკვე ძალიან წარსულშია სატელევიზიო ზოგად ეხლა არა იცი რა გამახსენდა აი რავი რომელ წელს ვიყავით ეს არის რომელი წელი 2012 თუ რაღაც იმაში რომ ვიყავი პროექტში რა და ეგეთი რაღაცა მახსოვს რომ სიმღერა რეპერტუარს რომ ვარჩევდით ხოლმე რა თქმა უნდა ჩემი იდეების უმაგდა იქაც მქონდა თავისთავად და ხშირად ის ნუ პროდიუსერებისგან რა და თვითონ იმ თიმისგან ხშენი გამოკლებით აი ხა ის სიმღერა არავინ არ იცის არავინ არ მოусმენს და მე ვინც წავიღებდი ხოლმე იმიტომ რომ ანუ რა ხდება ეს არის პროდიუსერი დაფრინა ვინც რომ წავიღებდი ხოლმე და მე შენამყვებოდი და რაღაცა აი ზუსტად მაგ სიმღერას უსმენდნენ დედოფლიცაა რა რამდენჯერაც არავინ არ იცოდა ანუ უკაცრავად და აუ ეს არავინ არ იცის ანუ რაც იცის ხალხმა ისედაც არ არის საინტერესო როგორ შეიძლება კრისტინა აგილერას სიმღერა ისე იმღეროს ვინმე რომ აუ კრისტინას დედაც ვატირენ და ვიღა ისა თეონა არის ტოპ თუ რაღაცა სისულელე რა და ეგ არის მაგათი გამოწვეული პრობლემა მე თუ მკითხავ უგემოვნო რო ხარ სულით და გულით ხარ უგემოვნო და მოჭრა ეგრე არის და წრეზე ტრიადობს აი 2012-დან 13 წელი ხო აი დღემდე იგივე ანუ ლისტი რო გაქვს 20 წელი რო ერთი და იგივე ლისტი გაქვს რო აი მაქსიმუმს ძალიან საწოდაობა ხო თუ არ მოასმენინე კი და პირიქით ახალ ადამიანებს იზიდა აი ჩვენ შემთხვევაში რაც მოხდა რომ
ვაუ, რაღაცა ერთი და იგივე არ იმღერეს, ლანა დელ რეი თუ რაღაცა და ვიღაცებმა ისეთებმა უყურეს. მთელი 5 წელი ყველა კასტინგზე ლანა დელ რეის უსმინე მე. ხო, მე ეგ გახდა. და ბეთარც. ბეთარცზე აი მარც აი კვინკე მეწყებოდა უკვე დედასწორ აი ემა დოატა აი იმიტომ რომ ნინა ანუ მაშინ ხო და ეგრე არა. ეს ეს ახალი რომ აი მე რა მაგარი ყოფილა ახალი სიმღერა. ხო და სულ ეგრე ხდება, მაგრამ ეგ არის ადამიანების გამოწვეული ჩემ. ვინც მუშაობს მაგ თიმის გამოწვეული ზუსტად. ხელოვნურად ეგრე. მაგ თიმს მაგ ხელოვნურად გამოწვეულ ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც მაგ აი ხო თქვენ რო იწყებდით იმას. პირველი კითხვა ტელევიზორში გავა. აი კითხვა გაჩნდა. კი, სპონსორებთან იყო პროს ტელევიზორში გავა, იმიტომ რომ რატომღაც ეს მე და თქვა რომ ტელევიზორმა გვაყირავა ზუსტად. კი. და რა ვიცი, კი კარგად წავიდოთ მე საქმე, ამიტომ აუ გადავიდეთ რა ერთად ევროვიზიაზე რა თუ შენ წინააღმდეგი არ ხარ იმიტომ რომ მგონია რომ ყველაზე ლეგიტიმური ისეთი უფლება გვაქვს მაგ ყველაფერს რომ შევეხოთ პირდაპირ და ნაცვლად რა მით უმეტეს დღეს რაც ხდება ასე რა ხდება ანუ მე გეტყვი რაც ხდება ანუ საერთოდ წარმოუდგენელი ანუ იმის იქით რო აღარ არსებობს იცი რაზე ეხა ევროვიზია რაც არის გევი ჩვენზე კარგად ვინ იცის ანუ გასაგებია და ვიცით რა მაგრამ ესეთი რეგრესით ჩასვლა აი იმ არ ვიცი სადაც ჩავიდა ეს ყველაფერი და რავი რა შედეგებამდეც მივედით საერთოდ რამს ემსახურება უკვე ვეღარ გავიგე მე ეს ალგორითმები იაგდებს ხოლმე ამ აი წინა გამოსვლების რაღაცა ისინი ეს ხო მაგაზეც როგორ მოვწყო ხო ჯერ საერთოდ ვერც ვუყურებ იმ ეს არც იცის მე მგონი ამ ხალხმა რომ მართლა აი მეზიზღება ის ჩემი გამოსვლა განა რა დამიშავა ეხა იმ სოფო მაშინ რაც შეძლო და რაც გააკეთა და იმ სცენაზე როგორი სოფო ძიდგა იდეაში რა მადლობის მეტი რამე თქმის წავიდა სოფო დადგა მაგრამ აი ატანა არ მაქვს აი იმის და რაღაცა როგორ ჯერ ეს იარლი მე პირადად ხა ჩემ თავზე ვსაუბრობ შენი გადმოსახედიდან შეიძლება სხვა ეს არის და საერთოდ შეიძლება საუბარიც არ გინდა მაგრამ აი ეს რომ ჯერ ეს იარლიყი რომ აქ არტყმული რომ ეს ის არა ევროვიზიაზე რომ წარადგინა აი ეგ ხო აი ყველაფერს აუ სხვათა შორის ის რა ქვია მეც იცი როგორ არ მსეუნებს რომ იხსენება ხოლმე ხო და აი რატო არ ვიცი არ იმიტომ რომ ბიჭო 100 წლის წინ იყო ანუ რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა ხო აი ეგ არის რომ გამოყევი რა ახალი გასც გავაკეთე ზუსტად ესეც მოისმინე რა ბარემ რა მე მანგრევს ხო მორალურად იმიტომ რომ რაღაცნაირად ვასოცირდი აი ევროვიზია და ნუ ესე იგი პროდიუსერიც ვერ დაიმახსოვრეს სიტყვა ანუ ვინმეს კი არ ვაკნინებ ხალხნო მაგრამ აი პედაგოგი სიტყვა პედაგოგი უკვე იმდენად მანადგურებს ხოლმე რომ მე მგონი მარტო მაგითო გავეშვი მაგ საქმეს ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მოსწავლეებთან ურთიერთობით და ბავშვებთან ურთიერთობით მაგაზე ძვირფასი რა არის მაგრამ აი და რამდენი ძალიან ჭირი გოგო და ბიჭი იყო შენთან პედაგოგი და მე მით უმეტეს ევროვიზიას რაც დაემართა რაღაცნაირად მე პირადად თითქოს ჩამითრია მე რა და მოყვე გამბავი თუ არ მოყვე როგორ არ მინდა ყველაფერი მინდა შენ ხარ თორმე ყველას მივაჯვა მითი რა იმიტომ გამოვეცალე ყველაფერს და იმიტომ რა ხო მოკლედ ეგეთი ამბავი იყო წლების წინ რომ რომელ წელს იყო გამბავი არ მახსოვს მაგრამ აი ცოტა რომ დაეთყო რომ აუ საით მიდის თუ რაღაცა ეგეთი მოკლედ ეს ევროვიზია რავი ხა მეც ხო საერთოდ სხვაგან ვარ ევროვიზიისგან შენ სხვაგან ხარ იქ ის რა ქვია კოჩაროვი და ეს გენიკა ლოლი იან ჯორჯი არა სხვა რაღაცა თუ ორჯერ იყო საერთოდ ეგენიც ხო სხვაგან არიან მაგრამ აი რეალურად რა რატომაც კარგად მახსენდება საერთოდ ეგ სიტუაცია არის ზუსტად ის რომ იქ მქონდა ისეთი შესაძლებლობები, რაც აქ არასდროს არ მქონია. მე კი არა, არავის არ მქონია. ტექნიკის ამბავში იქნება თუ საერთოდ აი აბსოლუტურად ყველაფერი რა, ანუ რაღაცა ტოპ ხარისხი არის, გოიმური არის კი ბატონო, მაგრამ რავი, წლები რო გადის იქ ხან გოიმური არის, ხან ანუ ბევრი რაღაც ხდება რა და რავი, შოუ არის ჩვეულებრივი და ასე შემდეგ. სულ ერთია, მაგრამ
რაღაც მომენტში მოკლედ მე და სოფოს მოგვინდა, ვის უყვები თქვენ იცით. მე და სოფოს მოგვინდა, რომ ჩართულიყავით ამ ამბავში. იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს ისედაც ჩართული იყო ევროვიზიის ამბებში და სულ რაღაცა კონტაქტები გქონდა, მე როგორც ვიცი, სიმღერის დაწერის ამბავში და პროდიუსინგი და სიმღერა და ხან ხო რა, ანუ ესე ირიბად სულ რაღაცა ის გქონდა შეხება. და მე ჩემ პონჩი კიდე სულ რაღაცა იდეები მაქვს რა შეიძლება შეიძლება ის ამოვანათოთ რომ უკეთესი იყოს ბლა 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 რა ჩავიცოთ და ასე შემდეგ და ანუ ერთად ვგონია რომ ძალიან კარგი თიმი ვიქნებოდით ვიქნებოდით რა ვართ ზოგადად ანუ პროდიუსინგზე არის ხალხმა საუბარი რომ გვინდოდა რომ ჩვენი წვლილი შეგვეჭანა შემოქმედებით ამბავში მოკლედ რა და ეს შევთავაზეთ იმიტომ რომ ანუ ისეთ რაღაცაში მიექანებოდა რომ აი რავი საწყენია უბრალოდ რატომ კი ბატონო ვიღაცისთვის კრინჯია შეიძლება და არა ვიღაცა არ უყურებს მაგრამ თვითონ რაღაც კარგი არტისტი რო გადის ის შენი გამოცდილება არის და ის გამოცდილება რაღაცებს გაძლევს მსოფლიო დონეზე ესე ვერ იტყვი რომ გახვედი ჩამოხვედი და არაფერი მოხდა ესე ძალიან ცუდად გახვედი რა ძალიან ცუდი სიმღერით ჩახვედი იმიტომ რომ მე პირადად ხო რომელ საუკუნეში ვიყავი მაგრამ დღემდე აი მაკედან ვიღაცები მომყვებიან ისედაც ახლა Spotify-ზე რო შევდივარ საქართველოსდან მაქვს ძალიან ცოტა მოსმენა დანარჩენი არის სხვა ქვეყნები ხა საიდან გაიგეს აი იმ მაკედან ხო უეჭველად ანუ მაინც ესე მნიშვნელოვანია ძალიან პაწკულ ქვეყნიდან რო ხარ და ვერ ფართხალებ მოკლედ კარგი შანსი არის და ჩვენ შევთავაზეთ რომ აი ძალიან მოგზალებულად რომ მეთქი დაგეხმარებით ხო აი რაღაც კარგად დაგეხმარებით და თქვენც მცადეთ რომ იქნებ კარგად გეხმარებით და იქნებ ჯობს რომ ჩვენ ეს არის რომ შეცადი და მე ვიქნები მარტო ეგ საერთოდ უკვე არა ც იყო ნამდვილად გულწრფელად ც იყო რასისულელია ხო და ისეთი რაღაცები მოყვა მე მართლა რავი ჩემთვის სამარცხვინო რა ანუ ზოგადად ჩემთვის მარტივია რომ ადამიანს უთხრა არა ანუ არა და რავი უზდეურად კი არა მაგრამ რა ვიცი რაღაცა სხვა სიტუაცია მაქვს და ეხა რაღაც ძალიან სამარცხვინოდ განვითარდა და უბრალოდ იმიტომ ვყვები ამ ამბავს რომ ვინმეს თუ აქვს პრეტენზია რომ აი რატო არის ეს რაც ხდება ეხა ევროვიზიის ამბავში ცუდი მგონია რომ აი ჩვენ რო ყოფილიყავთ კარგი იქნებოდა პირდაპირ ზედარ გოლიდან პირდაპირ აი აქედან ტოპ იმიდან მოდის დავალება პირდაპირ აი ესეთი რა ეს ევროვიზია მაინც ნაგავია თუ ნაგავია რატო აკეთებ და მოდი თან ფულს იხდი ხო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდი ამ ფულს ეროვნულს მივაწვეთ რომ ქართული რა ხაშა ეგეთ შეგიძლია რომ მიაწვე მაგრამ არის რომ გოიმურად მიაწვევი რა ხაშლამა ხო არ უნდა გაიტანოთ კარგად მიაწვე და საინტერესოა რა ქართულს კი არ ვაყენებთ ჩვენ შეურაცხყოფად ქართული პროდუქტი მოდი რა პირიქით საინტერესო ანუ უამრავი საინტერესო რაღაც შეგიძლია რომ გააკეთო მაგრამ ну აი რაღაცა ეს პირადადაც არ აღმიქოს რა ჩემ მიმართ აქ ვინმეს პრობლემა და პრეტენზია ან შენ მიმართ სისტემა გებძვის უბრალოდ ხო რაღაცა ეს გუნდი შეკრებილი რომელიც უკვე 1000 წელია რომ თავს ჩემი აზრით ვერ ართმევს ამ საქმიანობას და ორი ტიპშა მოდის და გეუბნება რომ რავი დაგეხმარებით იქნებ მართლა კარგი იქნებ ისეთი რაღაც გავაკეთოთ რომ თქვენთვისაც კი რა და თქვენთვის იყოს პირველ რიგში საამაყო თორე მე კი არ გამიკვირდება ეხლა რა მე კარგი რომ გავაკეთოთ ერთად და ნუ რაღაცა ძალიან სამარცხვინოდ განვითარდა ეს ურთიერთობები რომ მოკლედ არ გამოვიდა რა ეგ ამბავი და არც მანამდე არ უყურებდი არც ახლა არ უყურებ შესაბამისად კარგად იყვნენ რა არიან ადამიანები ჩემ გარშემო რომლებიც მაგალითად მეგობრები რა ნუ ადამიანები ვინც თქვა მერე წლებში შევიძინე და საერთოდაც არ იცოდნენ რომ ევროვიზიაზე ვიყავი თქვა წარმომადგენელი აუ მან და რა გინდოდა აი ამათ რო აქცევ ხო მაგრამ ეგ ზოგის პოზა არის მოდი ეგეც ვაღიაროთ რომ ზოგ ძალიან პოზა თუ ის არის მან რა გინდოდა რატო არ მინდოდა ეგეთ სცენაზე ვდგარხარ ნუ კაი შეიძლება თქვენ ვგახართ მაგრამ ეგეთ არა მაგ მასშტაბის ახლა ძალიან ის უნდა ვიყო კაცო არა ჩემის მოძებნე აუ რამდენი იყო რაღაცა 200 მილიონი თუ 300 მილიონი ადამიანი უყურებდა ლაივში წარმოიდგინე ხო ანუ რავი ეგეთ რაც არ უნდა იყოს ხო რა გინდოდა ძალიან დიდი ბოდიში რა უნდა და ბიონსეს რო გავიდეს ახლა მაგრამ ის მე რა მინდოდა ძალიან უცნაური კითხვა რავი კი ისედაც ყავს 200-301 მილიონი მარტო ის ოთახები ღირდა ნახვაც რომ შეყავ ხარ რომ დაგიმაგრონ ჯერ ყურსასმენი
აბა ეს როგორ ჩვეულებრივი გესმის, ოცნება არა. მე შედიხარ რაღაცა სხვაგან ყოფილება იმაში რაღაც მოწყობილში რომ აბა ეს კადრი მე ჩამოდიხარ ესე და მე და რაღაცა და აი მარტო მაგ გამოცდილებად ღირს რა ნამდვილად აუცილებლად. დაგემართა ის იყო რომ პანიკაში ჩაგაგდეს გასული. მე ხო საერთოდ ის ვარ რა ქვია არა მაგის გარდა ანუ პანიკაში ჩავაგდე კი არა ამან მოაიმას ქნა რა ქვია ესე იგი მე დავაგდე ყოფილი სოლისტი ეს საზღარი მახინჯი შენ ეგეთი ამბები რო გემართება ხოლმე და არასდროს არაფერ შუაში რო მე ხო ადამიანებს ბლოკავ მე ახსნა გამარტებას რო აძლევ ხოლმე არისმენენ რა მე ნინა იყო ეს ახსნა გამარტება უნდა გავატარო არა ეს რაც არა ნინაზე ნაკლებად იყო იმიტომ რომ ნინა მაინც აუ არა ჩემზე ანუ ძალიან კარგად იყო ყველაფერი ეგ ტელეიმედი რო გამოეკვეხა მაგან არია პატარაზე სიტუაცია მაგრამ ანუ საინტერესო გამოცდილება იყო ეგეც ხა ტელევიზორს რო რთავდა ვიღაც მამაო რომ იმაში რა ქვია ეგ არის სატანა სატანის მოციქული არის სატანა პირდაპირ კი ბატონო ხო ნუ რაც არის უბრალოდ ხო თან საქართველოს დაკვირვებული ვარ რომ როცა რაღაცა ოდნავ საინტერესოს მაინც გააკეთებს ხოლმე ყურადღება ექცევა ყოველთვის კი იმიტომ რომ განსხვავებული როცა გააკეთებ იმდენად განსხვავებულია მართლა ზოგადად რა რომ ყურადღებას ყოველთვის იპყრობს და როგორც აი კოჩაროვს და ბიჭებს ხა რაღაცა იმ 10 რა არის გეხვეწები ანუ რა შეგჭირდება მაგრამ საინტერესო იყო და მათთვის ალბათ რაღაცა მოიდა მსმენელი მინიმუმ 10 და ეგეთი ანუ ადგილები და ეგ რეგალიები მარტო იმისთვის სჭირდება რომ ხალხის 200 მილიონი 300 მილიონი რო გიყურებს 10-ში ვინც არის იმას მე ჩართავენ და მოისმენენ რა და ეგ მე მგონი მაგაზეც არ არის იცი აი საერთოდ შეიძლება არ იყოს და ვიღაცა ანუ საერთოდ არ არის მან დაწეულზე მე ვერც გავიგე საერთოდ რაზეა სიმართლე რო გითხრა ზუსტად ვიცი რომ ალბათ 70% და მეტი თუ არ არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკა ვინც მეტ ფულს ჩაიტანს ხო მე ჩემი დაკვირვა აი ქაური დაკვირვებით კი პიროტექნიკას ანთებს ის არის ბევრად წარმატებული და მაინც ქვეყანას რო ჭირდება იმ წელს რაღაცისთვის არ ვიცი რომ იქ ჩატარდეს ეგ არის. წარმომადგენელი ქვეყნები, ვინც იღებენ იქ მონაწილეობას, იმ არტისტებს თავიანთი პროდიუსერები და თიმები მოყვებიან, რომლებიც ცალკე რაზე მუშაობენ, იცი რომ სავიზიტო ბარეთი გამარჯობა ჩვენ ეს ანუ ამას აკეთებენ და შენი გურიელის ჩაით ჩადიხარ რა, მართლა ჩაით ჩავედი ჩვენ და სრულიად იზოლირებული. შენ ვერ შეეკვეხები, ჰელო მე არტისტი ვარ თუ რაღაც სისულელე. ეგ თიმები ხვდებიან ზუსტად ერთმანეთს და იქ ხდება საინტერესო რაღაცები. გეგმება. კი და ჩვენ ვართ ანუ აი ოთახში ხარ რა. და ხარ. სპეციალური ივენთები გეგმება, ფული იხარჯება, რომ ჩადიხარ იქ ჩასვლამდე ტურები აქვთ ხოლმე კიდე. მთელი ევროპის მასშტაბით ჩადიან, რომ მე ვარ წარმომადგენელი და გამარჯობა. და ეს რამხელა ნეტვორკინგია. ადრე კლიპს თუ დაამთავრებენ ძალიან კი და ლილოში თუ შეგიკერეს რაღაცა ნაჭრით ეს რა ქვია, გამოსასვლელი პრესკონფერენციის კაბა. ნაფარეულზე ნაყიდით შევკერე. ნუ მოკლედ რა. სამომავლო გეგმები რა არის? ეს ალბომი, ნუ დეკემბერში უნდა დადო. ძალიან ბანალური კითხვა არის ეგ. არა, ბანალურია, მაგრამ ალბომი დეკემბერში უნდა დადო. ეს რეგრესული მედიტაცია, ალბათ პარალელურად ორივე ისა მუსიკაც და ეს ერთად გაყვება. გზას რა სანამ ახალს რამაც არ იპოვი ალბათ, ხო? მე მაინტერესებს რა ნინა როგორც დედა. კაი. აი ეგ თემა მე მგონია რომ გადამიჭრეს ეგ. არა ხო ეს იმიტომ რომ ამაზე არც არ მგონია რომ თქვათ ესე გვისაუბრია რა ანუ ალექსის დაბადების შემდეგ მე მგონია რომ ძალიან ბევრი საერთოდ რა როდესაც დედა ხდები და მით უმეტეს შემოქმედი ადამიანი რო ხარ აი ისეთი ის მიდის ტვინში და ისეთი გადახარშვა ომი ხო და აი თითქოს შენ თავს კარგავ მე თან ეს შვილი კაცო შენი შვილი ანუ თავარი შენი შემოქმედება არის ხვდები რომ ანუ ძალიან ბევრი რაღაც ხდება რა და რაზე გავლენა მოახდინა აი დედობამ რა ზოგადად შენს ცხოვრებაში შენს შემოქმედებაში და რა შეცვალა შენში როგორც ადამიანი აუ აი იმ ყველაფრის გამოკლებით ხა რაც თქვი რომ ყველას მაგ ხრივაც ხა ინდივიდუალური გამოცდილება აქვს მე მაგალითად ვიცი ამდენი წელი გიცნობ ვიცი შე როგორი დედა ხარ და რა დროს უთმობ შენ შვილებს და ასე შემდეგ
ზოგს ძალიან მარტივი გამოცდილება აქვს, რომ იქ სულ 20 ბები აყავს, 17 და ძიძა და აი მარტივად მიდის რა თითქოს ცხოვრება. ჩემი იყო ძალიან რთული მაგალითად, იმიტომ რომ უნდა გაგაწვა ნინა მართლა შოკში ვიყავი ხოლმე კიდე მე რო დედა გავხდი და კიდე რო ვიცოდი ეს რა ენერგიას და რესურსს მოიყავს რომ მივდიოდი ხოლმე საერთოდ მარტომ ანუ მართლა ერთი დედა იყო ხატია რომელიც გეხმარებოდა მარტომ გაზარდა და ეს იყო ჩემთვის რომ მივდიოდი აი რომ ვუყურებდი რომ აი ამას როგორ მეთქი აი როგორ ყოჩაღას უძლებს თუ რაღაც იმიტომ რომ აი თან ეს შემოქმედებაც რომ ესე გადადო იმიტომ რომ ამ ბორზე გადაერთო ყველაფერს თვითონ აკეთებდა მართლა ხა კი გიორგიც თანამონაწილე იყო ამ ყველაფრის მაგრამ ხა ქალისთვის ანუ სულ რაღაცა და თან მით უმეტეს მიჩვეული იმ რეჟიმს და იმ ცხოვრებას რომ მივდიოდი ხოლმე ანუ ძალიან დიდი რესურსი გაქვს რა ამას ჩადებული და ძალიან ხო მაგიტომ მქონდა მე 3 წელი დეპრესია ზედმეტი რესურსი არაფერი არ უნდა ჩადო როგორც ჩანს ხო და ნუ მოკლედ ის იყო რა თუ საკმაოდ რთული იყო იმიტომ რომ არ ვიცი აი რაც მოხდა ეხა ეს რომ კონკრეტული ისენი რო არ მოუყვე რა ქვია ისტორიები და ასე შემდეგ. რა ვიცი, ჩემი თავი ძალიან შემაყვარა ჩემმა შვილმა. და საერთოდ გონია რომ ესა მე საერთოდ არასდროს არ მინდოდა ესე შვილი რა, არასდროს არც მიფიქრია, არც დამიგეგმავს, არაფერი არ ხდებოდა მაგ მხრივ რა. მაგრამ უცებ რაღაცნაირად ესე მოხდა რომ მივხვდი რომ ერთი რაც მაკლდა ცხოვრებაში იყო რომ ჩემი თავი უნდა მყარებოდა როგორც საკუთარი შვილი გიყვარს. ოღონდ შვილი არ მყავდა მაშინ და ეს ახლა კონცეფცია გასაგებია ოკ, მაგრამ რა დონის სიყვარულზე საუბარი ცოტა ვერ მივხვდი რა. და მე ისე აეწყო ლოგიკურად ეს ამბები რომ მე ყოლა შვილი. და აი მაქედან დაიწყო ზუსტად ალბათ აი ყველაზე დიდი ნგრევაც და ნგრევის მერე საერთოდ ხელახალი დაბადებაც რა, იმიტომ რომ რეალურად გავიაზრე რომ აი რა არის შენი თავი გიყვარდეს ისე როგორც გიყვარს შენი საკუთარი შვილი. ანუ რომ დავინახე ეს ბავშვი. კი რაღაცები აკაცვის დნმ მოყვება და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად უყურებ აი სუფთა არსებას, რომელშიც ჯერ არაფერი არ ხდება, არაფერი პროგრამა არ არსებობს, არაფერი არ მომხდარა და არ გადახდენია და ნელ-ნელა შენი და ზოგადად იმ გარემოცვის ზეგავლენის ქვეშ ეხდება და ექცევა უბრალოდ და იქმნება პიროვნებად რა. და შენ და გამახსენდა რომ მეც ასე ვიყავი ოდესღაც 20 რაღაცა წლის წინ, მეც ასე დავიბადე სრულიად უპროგრამოდ, სუფთად და დღეს შემიძლია ვთქვა რომ შემეძლო მაშინ მეთქვა რომ ესეთი პიროვნება ვარ და უცებ აი მხელა დეკონსტრუქცია მოხდა ჩემ ტვინში ეგ რო გავიაზრე რომ მეთქი ერთი წუთი. ესე იგი ეს ვინც ვარ, განაპირობა საერთოდ ყველაფერმა, რაც მოხდა, ვინც მოხდა და როდესაც მოხდა და ეგ იყო რომ აი რაღაცნაირად ძალიან დამანგრეველი იყო, მაგრამ მეც მიუშვი რა ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მაინტერესებდა თუ შევძლებდი რომ მაგდონეზე დამეშალა ჩემი თავი. რაც ნარჩენი იყო აღარ შემომემატებინა, ჩემი ნაწილი აღარ ყოფილიყო და რაღაცამდე მოვსულიყავი რა, აი ასე ბოლომდე ხა ვერ გაიწმინდები ამ ასაკში ძალიან დიდ ბოდიში რამდენიც არ უნდა ცადო, მაგრამ ნუ რაღაცა იმამდე რა ქვია პროცენტულობაში მოსულა რომ ეგეთი რაღაც გააკეთო და აი ალექსი იყო ეგ პიროვნება, ესე ვთქვათ, რომელმაც ეგ ამბები გამოიწვია და უზომოდ მადლიერი ვარ, იმიტომ რომ საერთოდ სხვანაირად დავიწყე რაღაც. გამახსენდა რომ მეც შვილი ვიყავი ოდესღაც. გამახსენდა რომ მეც მისნაირი ვიყავი ზოგადად რა და ეგრე რომ შევხედე მთლიან ჩემ განვლილ ცხოვრებას თავის პიროვნებიან სიტუაციებიანად. ძალიან ბევრი რაღაცა აღმოვაჩინე, ძალიან ბევრზე გავბრასდი. ძალიან ბევრზე ვიფიქრე რომ აუ რა კაია რომ ეს ტიპი ჩემთან ერთად იყო. და ესეთი რაღაცა ახალი აღმოჩენები მქონდა ყველა განვლილ წლებზე საერთოდ რა და ეგ რო არ მომხდარიყო ალბათ შეიძლება მე ფიქრე ხა ამ ყველაფერზე, მაგრამ ის რაღაცა ექსპრეს მეთოდი იყო რომ სამ წელში ესე იგი გარდავიცვალე და მე თავიდან დავიბადე რა. მაგრამ ნუ ის იყო კოშმარი იყო თან. ხო ნორთულია. ძალიან რთული იყო თან. ისე მოხდა რომ ფინანსურად ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა რა მაგ პერიოდში რა. აი რა მე მაგალითად რა კონტრაქტებიც მქონდა ერთ დღეში და აღარ მქონდა და ამ დროს ბავშვს ველოდები და რაღაცა ეს სიგიჟე იყო რა ჩვეულებრივი რა.
ხო და ნუ მაგ წლებმა ძალიან ისე იმოქმედა, აი ძალიან მართლა გულწრფელად უმძიმესი იყო და ისეთი მძიმე იყო რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ მეთქი აქედან რანაირად უნდა გამოვიდე, აი რამდენი ნაბიჯი უნდა გადმოვდგა, რომ ცოტა სხვაგან ამოუყო მეთქი თავი, მაგრამ ნუ როგორც ჩანს შევწელი ასე თუ ისე. ნამდვილად. მე მგონია რომ მუსიკის ნაწილზე უნდა გადავიდეთ ხო ახლა. ბატონო, აუცილებლად. ხო. ეს ალბომი არის მაგ პერიოდებში, ნუ ცოტა უფრო ადრე, მაგრამ აი ამ ალბომში არის ყველაფერი ცუდი, რაც გადამხდენია. ყველაზე სასოწარკვეთილი მომენტებიანად, ყველაზე, რა ვიცი, აი enlightening როგორ არის, განსხვავებამდე, ესე იგი, რაც კი გადამხდენია არის აქ რა და ისეთი მოსასმენია რაღაც მხრივ. ალბათ მძიმე მასე მგონია ყოველ შემთხვევაში, მაგრამ იმდენად დამუხტული არის აი მაგ ტრანსფორმაციული ენერგიებით, რომ ვფიქრობ, რომ მარტო ისეთ ადამიანებთან მივა ეს ალბომი, ან რა ვიცი, სინგლი შეიძლება, ვისაც ძალიან ჭირდება იმ მომენტში რა, აი რაღაცის მიმცემი იქნება, აი მინიმუმ იმის, რომ შენ თვითონ ამ განცდებში რო ხარ, მარტო არ ხარ. და მეც ვიყავი აქ და ეხლა რაღაცა თანხმედრა გვაქვს ერთმანეთთან და გამოსავალი არსებობს. ხო რა, ანუ კომერციულად რა თქმა უნდა ძალიან წამგებიანია, ისე როგორც ჩემი ყველა სხვა სიმღერა, მაგრამ ის არის რა ქვია. რაღაცა სეანსივით არის მოკლედ რა, რომ შეიძლება მოусმინო და რაღაცა ენერგიები შემოუშვე შენში. ყველაფერი კომერციულობაზე მართლა ვერ იქნება რა ამ სამყაროში და მაგრამ კიდია რა გავაკეთო. ეგეთ სიტუაციაში თუ მოვხვდები რომ ძალიან კომერციაში ვარ და ძალიან ბევრ ფულს შოულობ, მიხვდებით ისე. თუ დამინახეთ რომ ტრაქს ვაკიცინებ, ესე იგი ხო, ფულსაც მიხდიან და სანამ არავინ არ მიხდის, ვიქნები მოწყენილი თუ შეიძლება. რავი, გზივარ სახში ჩემთვის რაღაცას ვაკეთებ და კიდე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ მოხვედი და იყავი ყოველფრის ნაწილი და კიდევ ამბობ რომ მე ველოდები განვითარებას ამ ყოველფრის ისე რომ რაღაცა გაერთიანდება ის ჩვენი იდეა, საიდანაც დაიწყო. ნეპოტიზმის ეს მე მეწამოვქოქე რა თავიდან. მან არის თან ერთი ადგილი, რავი, თავისთავად ძალიან დიდი იმედგაცრუება მქონდა მე მართლა, იმიტომ რომ იმდენჯერ წამოვიწყეთ, იმდენჯერ დავიწყეთ და იმდენჯერ ვეცადეთ. აუ, იცი რა, თან მაშინ მქონდა ორივე ძალიან რთული პერიოდი რა. მაგასაც ხა ისეთი ამბავი არ ვფიქრობ, რომ იმდენჯერ ვცადეთ ხა ამის გაყიდვა, რომ აუ აი არ გამოგვივიდა და დავნებდით, მაგრამ რაღაცა შენც რთული პერიოდი მქონდა მეც და ეს იყო რაღაცა აი ნათელი წერტილი რა. აი ყოველჯერზე მოვინდომე და ყოველჯერზე რაი მოდიკი და ხო, ხანდახან მაგ მონდომების რესურსი არ იწურება ხო და მე მგონია რომ ეგეც მე ჩავერთე რომ კაი ხა მე რო წავიდე ლაპარაკი მეთქი ხაი შენ თუ აიღებ მეთქი ყველანაირ ტექნიკურს აი მოაგვარეს იმას მეთქი რა კაია რა ხო აი მართლა მაგითო დავთანხმდი რომ აი შენ თუ იზამ მეთქი მე მოვალ დავჭდები პირდაპირ მაგასაც აი ამასაც გავეშვები და ნარჩი ხა შენს ყოველ კვირას რომ ნინაქცალია მოდი რა კაბელიც დამიხვიეთ ბარნეთ არ გამოვა და იმედია რომ მივალთ მაგ ეტაპში აუ არა მე მჯერა რომ მიხვალთ აუცილებლად მივალთ და მე ერთი გვინდა კაი დიდი ლაივი აი რასაც თქვენ ტიპში ხედავთ რომ კი რაღაცას მაგასაც დავაორგანიზებთ რაღაცნაირად რომ უცბად ლაზერმა თვალში გაგიაროს და რაღაცა ხო რადგან დაიწყეს და პირველი ხო არ არის მე რამდენეს წერთ უკვე ხო ესე იგი უკვე რაღაც თავის გზაზე პროსტო თხელდება ეს ჯიბენო ხო იცი აი ძალიან იმაში რომ ჩახვალ რა ქვია აი ძალიან რო შეგითხელდება მაშინ გამოჩნდება კარგი შანსები ამიტომ იმედია დიდი მადლობა და პირიქით მადლობა თქვენ მადლობა